Out of the red corner, Georgi Rekhviashvili. Georgi Rekhviashvili 17 წლის 61 კილოგრამი, 1.62 მეტრი სიმაღლეში, ერთი გამარჯვება. Legion MMA Georgias, წარმომადგენელი რუსთავი. ორივე 17 წლისა, რა თქმა უნდა, ზონა ერთი აქვს. სიმაღლეში არის რეზი მაღალი, მაგრამ MMA ისეთი სპორტია, აქ შეიძლება გამოიყენო როგორც სიმაღლე, ასევე სიგრძე, ანუ მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მებრძოლზე და მის შესაძლებლობებზე აქვს ყველაფერი აგებული. ყველაფერს თავისი პლუსი აქვს და თავისი მინუსი აქვს. აი ხო ვაკვირდები ამ 17 წლის ბავშვებს და მაგარი ატლეტიურები არიან. ატლეტურები და შემართებით როგორ გამოდიან. კი. ხასიათი. Alright, let's get this moving. Out of the blue corner, a mixed martial artist with an amateur record, 1 win, no losses. He stands 1.73 centimeters tall, weighs in 61.2 kilos. Fighting from Batumi, Georgia, representing Batumi Fight Academy, Rezi Beridze. Fighting out of the red corner, a mixed martial artist with an amateur record, 1 win, no losses. He stands 162 centimeters tall, weighs in 61.2 kilos. Fighting from Rustavi, Georgia, representing Legion MMA, Georgi Rekhviashvili. And while the action begins, your referee in charge, Mr. Georgi Nonashvili. Rekhviashvili Beridze. Rekhviashvili აქ 0 უწერია გაფაში ჩვენთან ერთი ბრძოლა უწერია. მაგრამ დებიუტანტს არ გავს. აი მიესალმე მეფანეთს 3 სამწუთიანი რაუნდები, ძლიერი დარტყმა პირველივე, საკმაოდ საინტერესო ტაიმინგით. აი შეახვედრა, არ მიყვება პარტერში როგორც ხედავთ. არ უნდა პარტერში. კი. არ მიყვება პარტერში. შეიძლება ვერც მიფთა რომ უნდა რატომღაც იგზნო თავი რომ შეეძლო. გადაყავს და ეს იგი წეგან რატომღაც იგზნო. ეხლა რა ხან ჩალიჩო პარტერი ფეხები შეიძლება უკუღმა სამკუთხედით. ხო. აუ. არა, ვერაუღო. არ ქონდა მეორე ხელი. თავისი თავი. აი ბრძოლა მიდის მომწონსალი. ხდება შეიძლება აქ გაუკეთოს შიგნიდან აქვს ხელი. მაგრამ ნახოთ. აშორდნენ დისტანციაზე. Rekhviashvili საკმაოდ კონჩენტევაზე ჩხუბობს. თავსაც კარგად იცის. რეზი შეტევაზე ჩხუბობს. ნახოთ აბა. ეხლა ცოტა დაისვენებენ, ენერგია დახარჯეს მებრძოლებმა. აფეთქება უნდა მე მგონი Rekhviashvilს. ელოდება მომენტს, ან შეტევას ელოდება. აი დარტყმის დისტანციაზე დგანან, მაგრამ გამოუცდელობა ალბათ ეს რომ ვერ უთხოვენ ხა ერთმანეთს, თორე აბსოლუტურად ორივე დარტყმის დისტანციაზე, როგორც ხელით, ასევე ფეხით. შევიდა გადაყვანაცა და საკმაოდ სწრაფი შესვლა იყო, ვერც მოასწრო რეაგირება. ხო, არა და ჩასაფრებულია რეზიც. ჩემი არის შემოუაროს ახლა. უნდა შემოუაროს ახლა ჩემი აზრით, რომ ხელი უნდა გავითავისუფლოს. ნახევრად გასულია. ზედმეტი მოძრაობების გამო, გამოუცდელობის გამო. ჯერ ხელი უნდა გაეთიშა და მე
აი ეხლა ძალიან ესე ძლიერ დარტყმებს იქნება, აი ყველა დარტყმაში ბოლომდე იხარჯება. და სხვათა შორის კარგადაც იცავს ახლა. ხელი შიგნით ჩაუყო, აიყვანა ზევით. რეზის უნდა და პარტერში გადაყვანა რევანში გაეკეთებინა რა, მაგრამ საკმაოდ კარგად იცავს თავს. აი კიდევ დისტანციაზე. კიდევ მოთხოვდა რა, არა და თითქოს დაყურებული. ჩემი აზრით აი ის დარტყმა რო გაატარა, მას შემდეგ სულ ძლიერ დარტყმას ელოდება ყველა მოძრაობაზე. და უფრო რეზი და იმიტომ უშუალოდ რომ მოხდა ეს მომენტი. კი. ნუ ეხლა პირველი რაუნდი დამთავრდა, ნახოთ მწვრთნელები ვის რას დაარიგებს კუთხეში. აი ეს იყო პირველი. აი თითქოს უფრო ზევით ელოდება ჭკუს, ვიდრე აი ნახე არც ქონია რეაქცია რომ ფეხები უკან წაება. ეგეთი მერე კიდე მეტრე 61-ია სიმაღლეში. კი. ეგეც ეგარასაც ამბობდი შენ მაღალი დაბალი როგორ გამოიყენებს ეგე ფაქტი აგერ არის ეხლა მე იმიტომ რომ ნახე დარტყმის დისტანციას რო ვამბობ, ხელის დარტყმის დისტანციას უკვე დაბალს აქვს დიდი უპირატესობა რომ მალე შემოვიდეს. რეზის ჭირდება 10 სანტიმეტრი მოხერა ფეხშია 10 სანტიმეტრი. რეზის არა გიორგის 10 სანტიმეტრი მოიხარა ფეხშია თან დაბალია მოწინააღმდეგე. და სრაფიცაა. ეს რაფიც არის და გამოზდის კიდევაც. პირველი რაუნდი მიაქვს ჩემი აზრით. აი ხა რეზი ვერ განახორციელა კიდე რაც შეუძლია და ემჩნევა რომ ფეხზე კარგად შეუულია ბრძოლა, მაგრამ არც ერთხელ არ მოუწია ეს ფეხზე ხელის გასვლა. რასაც ვაკვირდები და ნახოთ რა პარაუთქან ის მოხდება. საინტერესო კი არის პრინციპში, მაგრამ რა ვიცი არ მოგეხდება. აი ფეხით ცდილობს. ფეხით მე რამდენი თქნა და მაგიტო წაიქცა. ჩემი აზრით ფეხით აღარ უნდა ეცადოს ეხლა. ან ფეხით აჩვენოს და მე ხელი დაარტყს. იმიტომ რომ ფეხის დაჭერას ცდილობს. ბატონო და გიორგი ჩალიჩობს და აი კიდე შესვლა ცდილობს, არა. ჩემი არ ხელით უნდა ეჭყოს, უნდა ცადოს. კი. იმიტომ რომ ფეხით არ გამოდის, ჭიდაობა არ გამოდის. და უკვე ხელით უნდა ცადოს. კი ბატონო, რო ხელები უფრო ებერება ამ ფეხში შეშფოთებით. ეხვიაშვილიც კარგად დგას. მიუწვდომელი კედელივითაა ფეხში, არ უშვებს. აი ეგრე კაია. თვითონ შედის ფეხში. და ცადოს ხელებში. არ შვება და რა ვიცი, არ ვიცი, დავალება მისცეს კუთხეში. რატო ჩადის კუთხეში ჭკვიანი ხალხი უდგას, ვიცი და მან შეიძლება არც უსვას კუთხეს. არ უსმენს კუთხეს ალბათ. თორე ხა 10 ჯერ ნახე როგორ დაიჭირა. ნახე როგორ დაიჭირა. არა ხელი უნდა გამოყოს ეხა რეზი პირიქით ხელს ყავს ფეხში და ეს და დატრიალეს აქეთ. ეს საერთოდ არ შეიძლება პირიქით უნდა გამოაცალოს. აი ეგრე. აი ხა ესე უნდა დატრიალები. აი კიდე მოატყა. აი ხა ხელი ნახე ხელით უნდა ცადოს. იმიტომ სწრაფი ხელებია, გაიყურე რეაქციას. უნდა ცადოს. აი ამას ვამბობდი და ამას არ აკეთებს. საგვიანად ცოტა და მივხვდა. მუშაობს მოწინააღმდეგე, რასაც შესთავაზებს იმას. დაბალ ლოუკი და ხელი. აი უკვე ხელში ჭკუს რო ელოდებოდა უკვე ხელში გადაერთო უკვე. მიდი. აი უკვე გამოცოცხლე ჩემი აზრით. კიდე ფეხ შესაძლოა. კარგად იცავს ხუიაშვილი თავს, ძლიერი ბიჭიც არის. და თვითონაც კონჩეტევებიც მაგარი აქვს, გადაყვანითაც გადაიყვანა. აი ესე რატო აძლევს ამ ხელს? ეხლა აი დაარტყი. ფიზიკურად არის უსტი რეზი, როგორც ჩანს, შედარებით რეხუიაშვილი. აი ეხლა ხელის როგორც იქნა რეზიმ, აი მოხდა ის რაც უნდა რომ გადაიყვანა პარტერში. ანუ ეხლა ნახოთ რა სიზავს პარტერში. აი პარტერში ასიზებს ეხლა ეგ მაინტერესებს. გაიტანს ეხლა ფეხს ის. რეხუიაშვილი გაიტანა ფეხები და ადგება, კი? 10 წამია დარჩენილი. აი ძლიერი დარტყმა კიდევ. კარგია. გადავედი მესამე რაუნდში. შემიძლია რო თქვა რომ რეხუიაშვილი ძალიან ძლიერი ბიჭია როგორც
კონჩეტევაზე ასევე გადაყვანაზეც და პარტერიდანაც კარგად ადგა. რეზიმ უნდა დაანებოს ფეხშესვლას და მე შეგრევ ფიქრობ უნდა დაანებოს და ხელები კარგად გამოსდის. შიდა დაბრა ლოუკი ან ლოუკი და ხელებით მუშაობა. შეგახსენებთ რომ ბიჭები არიან 17 წლის და ესე ვაშკაცურად ბრძოლობენ რინგზე. ძალიან კარგად. არც ერთი არაფერს ერთმანეთს არ უთხოვს. მესამე რაუნდი. The last round. ნახოთ აი ხა გიორგი ფეხში შევა ჩემი აზრით ეგრევე და რეზიმ ნუ იგივეს გავიმეორებ აი ეს ხელით უნდა ემუშაოს დისტანციით და ეს ჩემი აზრით. კი, დისტანცია აბერკოტი ლოუკი. რასაც ვხედავ უკვე ორი რაუნდია და როგორ ვფიქრობდა. აი ეს ლოუკს დაიჭერს ხა ერთი ციფრება ეს და გადაიყვანს კიდევ პარტერში ხედავ. აი ხა თავზე ცადა გარყვა, ფეხი ვერ აწია რატომღაც. აი ხელით რა კარგად მუშაობს უბრალოდ და სამჯერ მოიქნია, სულ არ აძლევს თავის საშუალებას რომ იმუშაოს. აი ხა დისტანციას უნდა გავიდეს, ვაფშე არ მე განა მეჭირა. რეზისკენ ვარ ანგიორგი. ხო, ანუ არ აი რო ხედავ რომ შეუძლია გააკეთოს და არ აკეთებს. მე აი თო რეხვიაშვილი ძანძლიერი ბიჭი რას აკეთებს? რასაც აკეთებს კარგად. ხუთიანზე აკეთებს. რეხვიაშვილი აკეთებს კაკრას რასაც აკეთებს და ხუთიანზე ეს აკეთებს. რაც შეუძლია, პროსტა იმას ვერ ახორციელებს. იმიტომ რომ კიდე ფეხში კიდე დარტყმები. აი გადაიყვანა როგორც იქნა და აქედან ან პოზიცია უნდა შეუცვალოს, ან full mount-ზე, ან გვერდზე უნდა გადავიდეს. ყველაფერი გააკეთა, ანუ კარგი მე მგონი ეგ დავალება. აი კარგად გადავიდა ეხა. და მოწელზე ადის კი, full mount-ისკენ ადის, სამკუთხედი არ უნდა მიცეს იმან ეხა თავის. შეუძლია, აი გადავიდა, ან ხორციელებს მე მგონი რაც დაიწყო, მაგრამ რეხვიაშვილი ძანძლიერი ბიჭია, არ აძლევს. მოძრაობს ქვევიდან, არ აძლევს, აი, დაიბრუნა. დაიბრუნა ფეხებით კონტროლი. ძლიერად კი. ბერიძეს კარგად გამოვზდის ეს რაუნდი, მაგრამ რამდენად წინა ორი რაუნდი, რამდენად გამოვიდა, რომ ამ შედეგამდე, ხა ამ შედეგით მოიგოს. ხო, აი პრინციპულად კონტროლა ესე გაეკეთებინა და კი გამოვიდა აკეთებს რაღაცები, მაგრამ აი ხელზე დაიჭირა ხილად უნდა იყოს, ზე არ უნდა ადგეს, პირიქით უნდა დააწვეს ზემოდან, ხელი არ უნდა მიცეს, ზემოდან უნდა დააწვეს პირიქით. იმან თუ ერთი არ უნდა ადგეს, არ უნდა ადგეს. დგება კიდე. არაფერი გაუშვება. გამოასწრო ხელი ესე. დროზე ადრე უნდა დაამთავროს. გადააკოტრიალა რო ეს უფლებზე დააყენა მაინც. რეხვიაშვილი ცუდად აგერ ხელ ჩაჩერა. აქ შეიძლება ხელის მარჩობელაზე სამკუთხედით შეუკრას ხელი. გვერდზე წაიყვანოს, მაგრამ ჯერჯერობით არ შვება. არა, 10 წამი. აი მესამე რაუნდში რაც გამოვიდა, ეს უნდა გამოსულა პირველ რაუნდში. დამთავრდა რაუნდი. და ხელით ნახე აი მე. კი. ასე შთაბეჭდილება მქონდა ხარ რეზი კიდე სამ რაუნდს კიკბოქსინგს ითხოვება და ჩვეულებრივად. კი. მაგრამ რეხვიაშვილმა რას აჩვენა, მალადეც ამ ბიჭს. მისი გეიმ პლანით წავიდა ეს ბრძოლა ჩემი აზრით. საჯები რას გადაწყვეტენ ნახოთ აბა.
scorecards for decision. The judges have scored this contest for the winner. Out of the blue corner, Rezi Beridze. რეზი ბერიძემ წაიღო ბრძოლა. მე ამ შემთხვევაში არ მგონია რომ მან წაიღო ბრძოლა. ეს ჩემი აზრია და შეუულია რომ შემეცენა. ჩემი აზრი თქვი და რაზბურკაზე მომაკითხეს თუ მომაკითხო მე რა პრობლემა. არა მე მომაკითხო ვისაც უნდა ვარა. მომაკითხო მე რასაც ხედავ იმასთან ხო მე რასაც ხედავ იმას ვამბობ. კი ძლიერი ბიჭია მაგრამ არც ერთთვის უნდა არც მეორეს. აი საერთოდ შეხება არც მე არ ვიცნო ორივე წელს პატრიცე მეც ეგრე ვარ ზუსტად მაგრამ ობიექტურობა საჭიროა ჩემი აზრით მესამე რაუნდი რომ მოიგო ბაზარიანი მაგრამ მესამე რაუნდი მოიგო კარგი მაგრამ